თავის დროზე მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ეხლა ვინც იქ სხვა შორის რომ უყურებდი ამ სახელმწიფო პროპაგანდისტულ არხებს, ხო? ცოტა აი ნახე ამაზრზენი იყო, რომ ეს გაყვეს ეს ეკრანი 4-ად და ყველა უჯრაში რომ თავიანთი წარმომადგენლები იყო მსვლელობაში ნაჩვენები და დამიჯერეთ ქართულოცნების წარმომადგენლებო თქვენი სახეების ესეთი დოზით ყურება ხალხს არ სიამოვნებს. ნამდვილად ეგ არისო ქართული ოცნების დღე, ეგ არის ოჯახის სიწმინდის დღე და ზუსტად ამ ხალხმა თავის დროზე უწმინდესის წინა პატრიარქის ილია მეორის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა, რომ არ მიიღოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ხო? თან ეხლა ჩვენ აქ წინასწარმართნებს ვსაუბრობთ, ოჯახის სიწმინდის დღეა და ამ ხელისუფლებას მიღებული აქვს ოჯახების დამანგრეველი კანონი, ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობა, რომ დღემდე მოქმედია ესე, ხო? რამდენად არის ეს ხელისუფლება ამის შემსმენი? პირველი ვიტყვი იმას, რომ ვინც ამ დღეს პოლიტიკურად გამოიყენებს და თავის დღეთ ჩათვლის ეს ქართული ოცნება იქნება ნაციონალური მოძრაობა თუ კონსერვატორები საქართველოსთვის, მე პირადად პატივს ავწევ მათ. თუნდაც ეს ჩვენი პარტიის ესე ვთქვათ წევრმა რომელიღაცამ ეს ახსენოს, რომ ეს არის ჩვენი კუთვნილი დღე. ეს არის საერთო სახალხო დღე, რომელიც კი ბატონო, ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ ფლანგზე მებრძოლი ადამიანების ძალისხმევით, მაშინ შენ კარგად აღნიშნე ჯაბა, ქართული ოცნება რა კანონებს იღებდა, სად იყო, როგორ ცდილობდა LGBT პრაიდების ჩატარებას, როგორ ცდილობდა ევროპელებისთვის, ესე ვთქვათ, სიამოვნება მიენიჭებინა და ანტიდისკრიმინაციული კანონი მიეღო. აი ხა თქვენმა სტუმართან ერთად აღნიშნეთ, რომ ფაქტიურად კობახიძემ დაუდასტურა ჩვენს ლიდერს ზურაბ მახარაძეს, რომ სულელური შეთანხმებაში არის სტამბოლის ეთანხმებაში შესული და იქიდან უნდა გამოვიდეს, მაგრამ დარჩა შეპირება დარჩა, ხო, ვერანაირად ვერ გამოვა იქიდან გამომდინარე იქიდან რომ დღესაც ევროპელების მონები არიან, ეს სხვა საკითხია ჯაბა და მე თუ გვექნებათ რომ ამასაც შევეხოთ. ეხლა რაც შეეხება კიდე ერთხელ ვიძახი ჯაბა რა, რომ უწმინდესი შიო მესამე ვერ იქნება მხარე, უწმინდესი იძახის იმას რაც არის საშიშროება და ეხლა ჩვენ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი თუ ხარ და გეუბნება რომ კანონი განსაკაცრებელია, ხო, ანუ ვისი მხრიდან არის კანონი განსაკაცრებელი, ხო, კონსერვატორები საქართველოსთვის არ არიან ჯერ ხელისუფლებაში, რომ ეს კანონი გაამკაცრონ, ხო, საქართველოს ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ეხლა შენ რო აღნიშნე, ყველა ეკრანზე 4-ვე უჯრაში გამოყვანილი ყავდა იმ სამთავრობო მედიას, ხო? ისინი არიან ხელისუფლებაში, იმათ მიერ არის კანონი განსაკაცრებელი და პირველ რიგში ის კანონები არის ამოსაშელი და წასაშელი, რომელ კანონებზეც ევროპელებმა მოაწერინეს თავის დროზე ხელი და შემდეგ უკვე გასამკაცრებელია ის კანონები, რასაც უწმინდესი შიო მოუწოდებდა დღევანდელი ქადაგებიდან, ხო? ანუ არ იტყვის პატრიარქი, ვისი ბრალია ესე შენ უნდა მიხვდე ადამიანო, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებს ის რომლებსაც შეუძლიათ რომ ეს კანონი მიიღონ, ესე იგი მათი მისაღებია ეს კანონი, ხო? ანუ 2x2 4-ია, ეხლა როგორ გონიათ ეხლა თქვენ რომ შიო უწმინდესი შიო დადგებოდა და ქართულ ოცნებამ თქვენ მიიღეთ ეს კანონი და ასე შემდეგ დაიწყებდა ადამიანმა გარკვევით ჩამოაყალიბა აზრი და გარკვევით თქვა საშიშროება და აი ძალიან მაგარი პარალელი დავიჭირე ეხლა ვიქ, როდესაც 9 აპრილზე მივიდა ჩვენი უწმინდესი ილია მეორე ჩვენს მომიტინგეებთან და ზუსტად იგივე სიტყვებით მიმართა. საფრთხე რეალურია და ზუსტად იგივე სიტყვები გაიმეორა შიო მესამე დღეს, რომ ეს საფრთხე რეალურია და ის ახდა იმ დღეს, რომ საფრთხე რეალურია და როდესაც არ დაუჯერა ჩვენმა მოსახლეობამ უწმინდეს ილია მეორეს ზუსტად ის საფრთხე წინაშე დადგა. ჩვენი მოსახლეობა სამწუხაროდ მსხვერპლი დასრულდა და უამრავი ადამიანი მოიწამლა, რის გამო ეს კიდე სხვა საკითხია და თუ გვექნება შესაძლებლობა სხვა გადაცემაში განვიხილავთ, რას ნიშნავდა 9 აპრილი და რა გააკეთებინეს 9 აპრილს ჩვენს მოსახლეობას. ჩემი აზრით მოკლედ ვიტყვი, რომ არაფრის გამო შეწირეს ეს ხალხი და არაფრის გამო მოწამლეს ამდენი ადამიანი და შეიძლებოდა რეალურად ამ საფრთხის აშორება თავიდან და მეორე, აი დღეს შიომ იგივე სიტყვები უწმინდესას შიომ იგივე სიტყვები თქვა, რომ ეს საფრთხე რეალურია ხალხო. ანუ კიდე ერთხელ გავიმეორებ ჯაბა, რომ ანუ იქ ერთ დღეს 17 მაისს გასვლა არ ყოფნის ამ ყველაფერს. კარგია, კი ბატონო, 17 მაისს
ვიკრიბები და ყველა წერს აი ჩემი საქართველო აქ არის, ჩემი საქართველო აქ არის, ჩემი საქართველო აქ არის და მე დადგება არჩევნების დღე, დადგება ის დღე, როდესაც პარტია უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელმაც უნდა დაიცვას ოჯახი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი წმენა, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი იდენტობა, ყველაფერი, ეს ყველაფერი კანონები გაამკაცროს მიგრაციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და აძლევენ ხმას იმ ადამიანებს, რომლებიც პირიქით აკეთებენ ყველაფერს, აიოლებენ მიგრანტების შესახებ კანონს, ანტიდისკრიმინაციულ კანონებს იღებენ, სტამბულის კონვენციებზე ხელი აქვთ მოწერილი, რაღაც გიჟობებზე, ნატოში შესვლაზე ხელი აქვთ მოწერილი და საფრთხეების შექმნაზე ხელი აქვთ მოწერილი, ანუ ფაქტიურად გამოდის ის, რომ ის ადამიანები ეხლა შეურაცხყოფად არ მიიღონ, აი სწორად გამიგონ, მე რისი თქმაც მინდა, ის ადამიანები, რომლებიც 17 მაისს გადიან ოჯახის სიწმინდის დღეს, აი მხოლოდ და მხოლოდ აი არ ვიცი ერთი დღისთვის გადიან და სამომავლოდ თუ რა უნდა გაკეთეს და რისთვის არის ეს დღე შექმნილი და რისთვის დააწესა ჩვენმა უწმინდესმა ეს დღე მართლა აი როგორი ესე ვთქვათ წინდახედული ადამიანი იყო და როგორ იცოდა ყველაფერი როგორ საზღვრავდა ყველაფერს რა როგორ უნდა გაეკეთებინა ნათლულების არ იყოს რა და ესე ვთქვათ ჩვენი ერის გამრავლების არ იყოს რა აი როგორ ნაბიჯ იცოდა თუ რა საფრთხე ელოდებოდა ქვეყანას და სად ესე ვთქვათ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ეს დღე დაგიწესათ იმისთვის თქვენ კაი ხალხო რომ კი ბატონო ოჯახის სიწმინდის დღე იზეიმეთ იცოდეთ თქვენი იდეალების რაზე დგას იცოდეთ ქვეყანა რაზე დგას მაგრამ სამომავლოდ ესე უნდა იაროთ თუ იმ დღეს გავალთ 17 მაისს და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავთ და მეორე დღეს გავაგრძელებთ ცხოვრებას რაც ოჯახს ანგრევს და ესე ვთქვათ დამანგრეველია ჩვენი ოჯახებისთვის ეხა თქვენმა წინა გამოსვლელმაც აღნიშნა რომ 2000 კაცზე ადამიანზე მეტი ქართველი იხდის სასჯელს ოჯახური ზალადობის გამო ხო ანუ კი ბატონო დასასჯელია ის ადამიანი რომელიც ანუ იძალადებს მეუღლეზე რომელიც სისხლის სამართლის კი ბატონო აქ არის ლაპარაკი ელემენტარ სიტყვიერ შეურაცხყოფებზე ჯაბა უმეტეს წილად სიტყვიერ შეურაცხყოფებზე და მუქარაზე ტელეფონით ანუ როდესაც მეუღლეს მუქარით ესე ვთქვათ შეურაცხყოფელ სიტყვას მიაყონებს სატელეფონო საუბრით და ამის გამო უსჯიან 1-დან 3 წლამდე ადამიანებს პატიმრობას და გონიათ რომ ამ ადამიანს ან გამოასწორებენ, ან კარგს აკეთებენ ჩვენი მომავლისთვის. რა ეს პირდაპირ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი როგორც დღეს ევროკავშირი, ევროპარლამენტმა აღნიშნა რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩვენ მხარს უჭერთ LGBTQ+ წარმომადგენლებს და არ ვემხრობით ოჯახის სიწმინდის დღეს, რომ ეს განცხადება გააკეთეს. აი ზუსტად ამ განცხადების უკან დგას ის ფარისევლობა, რომელ ფარისევლობასაც აკეთებინებენ ჩვენ მთავრობას, ქართულ ოცნებას და არა წლების განმავლობაში, 14 წლის განმავლობაში. ერთხელ და სამუდამოდ. თუ უნდა ქართულ ოცნებას რომ იყოს ოჯახის დამცველი, თუ უნდა რომ იყოს ქვეყნის დამცველი, თუ უნდა რომ იყოს მშვიდობის დამცველი და ასე შემდეგ და არ მოუწიოს როგორც თვითონ იძახიან ალესილი დალის ის პირზე სიარული, გამოდით თქვენ კაი დედმამიშვილებო და თქვი. ხო. ბოდიში, ნახე. რითი არიან დამოკიდებული ევროპაზე. აი ხა მე მაქვს აქ სტატისტიკა, რადგან დღეს ოჯახის სიწმინდის დღე არის, რამდენად დაკნინებულია საქართველოში ოჯახი, ეს არის ოფიციალური პროკურატურის სტატისტიკა არის და წავიკითხავ, კარგი იქნებოდა აქ ქონოდა და ეკრანზეც გამოჩნდებოდა, მაგრამ ეხა აქ მაქვს და შესაბამისად აქედან იმას ვიზამ. აი მაგალითად სტატისტიკა არის ესეთი ბოლო 3 წლისას წავიკითხავ. უფრო მეტიც არის, მაგრამ დროს დაგვა. ოჯახურ დანაშაულზე დევნის დაწყების მაჩვენებელი 2022 წელს 5325 საქმეს დაიწყო დევნა. 2023-ში 5286, 2024-ში 5003. ნუ 26-ის მონაცემი არ არის. აქედან პროკურატურამ პროცენტულად რამდენზე მოითხოვა, იცი, პატიმრობა. აი მაგალითად 2022 წელს 90%-ზე მოითხოვა პროკურატურამ პატიმრობა, 2023-ში 91-ზე და 24-ში 91-ზე. აქედან ამ ოჯახურ დანაშაულზე მოთხოვილი პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. აი 22-ში ხო მოითხოვა 90% შემთხვევაში პატიმრობა 57% აქედან დაკმაყოფილდა. ნახევარზე მეტი. 2023-ში 54% დაკმაყოფილდა.
2024-ში ასევე 54%, ანუ ნახევარზე მეტი კმაყოფილდება კი და რაც არ კმაყოფილდება ჯაბა, ფულს ახდევინებენ უდიდეს. ანუ და უშვებენ გირაოთი პირობითი სასჯელით და იმას კი არ ნიშნავს რომ გაუშვეს. კი ბატონო. ის პირობითი ასამართლობა უბრალოდ და დიდი ფული გადაახდენს. კი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 5-წლიანი, 3-წლიანი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანი ფაქტიურად განმეორებითი უცოცხლებენ პირობითს და უშვებენ ეგრევე ციხეში, იგივე მუხლით.